სადღაც შორს ჩვენს galaktikაში შეიძლება მეორე დედამიწა იმალებოდეს. ძებნა აქტიურად გრძელდება, მაგრამ ახლად აღმოჩენილი პლანეტა ის არაა, რასაც ვეძებთ. მას დედამიწაზე 1.9-ჯერ მეტი მასა აქვს და თავის ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს 2-ჯერ უფრო შორი მანძილიდან, ვიდრე დედამიწა მზისგან. თუმცა ეს ვარსკვლავი თეთრი ჯუჯაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი ამ პლანეტაზე რაიმე სახის სიცოცხლე არსებობდა, ის ამ ვარსკვლავის წითელ გიგანტად გადაქცევისას ან იქამდე განადგურდებოდა. აღმოჩენა ამაღელვებელია, მაგრამ არის ერთი სამწუხარო დეტალი. თითქოს წინასწარ გვიჩვენებს მზის სისტემის მომავალსა და დედამიწის ბედს მას შემდეგ, რაც მზე მოკვდებოდა ევოლუციას თეთრი ჯუჯის სახით დაასრულებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომის კემიკ ჟანგის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს ამ პლანეტის აღმოჩენის გზის პოტენციალს. ფენომენი, რომელსაც გრავიტაციულ მიკროლინზირებას უწოდებენ. რომ დააფიქსიროს დედამიწის მსგავსი, ძნელად საპონელი პლანეტები მთელ galaktikაში. თეთრი ჯუჯა არის ობიექტი, რომლიდანაც მზის მსგავსი ვარსკვლავები სიკვდილის შემდეგ გადაიქცევიან. სიცოცხლის ბოლო ფაზაში, მას შემდეგ რაც ბირთვში წყალბადის საწვავს ამოწურავენ, ნაკლებად სტაბილურები ხდებიან და უზარმაზარ ზომებამდე იბერებიან. ეს წითელი გიგანტის ფაზაა. მოდელები ამჟამად ვერ თანხმდება, სანთქავს თუ არა მზე ამ პროცესში დედამიწას, რადგან წითელ გიგანტ ვარსკვლავთა მასის დაკარგვის მაჩვენებელი ჯერ საკმარისად ზუსტად არ ვიცით. ამის მიუხედავად, იმ დროისათვის სიცოცხლე დედამიწაზე ყველა ვარიანტში დიდი ხნის გამქრალი ან დრამატულად სხვანაირი იქნება. დროთა განმავლობაში მზე სულ უფრო მეტად ცხელი და კაშკაშა ხდება, რასაც ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ახლა ვერ ვამჩნევთ. მაგრამ დაახლოებით 1 მილიარდი წლის შემდეგ ის იმდენად ცხელი იქნება, რომ დედამიწიდან წყალი მთლიანად აორთქლდება. ასეთი პლანეტა კი სრულიად არახელსაყრელი იქნება სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობი ფორმისთვის. თუმცა ვინ იცის, იქნებ იმ დროისათვის უკვე სხვა მრავალ პლანეტას ვიყოთ მოდებული.